დიახ, დემეტრიუს ჯონსონი მართლა საუკეთესო ამ სფეროში. ერთ-ერთი ყველაზე დიდებული სპორტსმენია. ის ოქტაგონის ჯადოქარი იყო, შეუდარებელი ჯადოქარი. ამ მომენტისათვის დემეტრიუს ჯონსონი ყველა დროის საუკეთესოა. დიახ, ეს ასეა. ნაკლს ვერ უნახავ დგომში, პარტერში, ის ყველგან საუკეთესო იყო. მაიტი მაუს, ანუ ძლიერი თაგვი, ასე ეძახიან ყველა დროის საუკეთესო მებრძოლს, რომელიც სიმაღლეში არის 160 სანტიმეტრი და იწონის 60 კილოგრამს. UFC-ის ისტორიაში ბევრი უნიკალური ჩემპიონი არსებობდა, მაგრამ არსებობს ელიტა, სადაც შედიან ისეთი მებრძოლები, როგორებიც არიან ჯონ ჯონსი, ანდერსონ სილვა, ჯორჯ სემპიერი და დიმეტრიუს ჯონსონი. დღეს მოგიყვებით დიმეტრიუს ჯონსონის ისტორიას, რომელსაც მთელი კარიერა დანა ვაითი ებრძოდა და ბოლოს მაინც შეძლო და მოიშორა ის UFC-დან. გაიცანით, უძლეველი თაგვი დემეტრიუს ჯონსონი. დემეტრიუს ჯონსონი დაიბადა 1986 წელს მედისონვილში, კენტუკის შტატში. მოგვიანებით ოჯახთან ერთად ის ვაშინგტონის შტატში გადავა საცხოვრებლად ქალაქ პარკლენდში. ჯონსონს თავისი ბიოლოგიური მამა არ უნახია 30 წლამდე. ის მამამის პირველად შეხვდა იმის მერე, რაც გახდა UFC-ის ჩემპიონი. დემეტრიუს მამობილი სამხედრო ყავდა და როგორც ყვება, ის იყო ძალიან მკაცრი და სასტიკი კაცი, რომელიც მას ხშირად სჯიდა ფიზიკურად. სკოლაში ჯონსონი აქტიური ბავშვი იყო, თამაშობდა ფეხბურთს, ვარჯიშობდა ჭიდაობაზე და სერიოზულად იყო დაკავებული სირბილით. მან რამოდენიმე ტურნირიც კი მოიგო. ოჯახში ყოველთვის ფულის დეფიციტი იყო, განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც ჯონსის დედა დაშორდა თავის ქმარს. 16 წლის ასაკში ჯონსონმა გაიგო, რომ დედას გამოუვლინეს ძვლების კიბო და მან დაიწყო მუშაობა ფიზიკურად. ის დილიდან საღამომდე შრომობდა და ზუსტად მაგ პერიოდში დაინტერესდა შერეული ორთა ბრძოლებით. ამ მძიმე სამსახურის მერე ეგრევე გარბოდა სავარჯიშოდ, ვარჯიშის მერე დაღლილი ყიდულობდა პროდუქტს და სახლში ბრუნდებოდა ავანტყოფ დედასთან. 16 წლის ვიყავი პირველად რომ გავიგე დედას საერთოდ არ ქონია სმენა. ისიც ჩემ უფროს დას წამოწდა. დედა ტუჩებით შიფრავდა სიტყვებს, მაგრამ ამას ისე აკეთებდა, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მას ჩემი არ ესმოდა. დემეტრიუსმა მთელი თავისი ჭაბუკობა ასეთ რეჟიმში გაატარა. ფიზიკურად მუშაობდა, ვარჯიშობდა და ეხმარებოდა დედას მკურნალობაში. პარალელურად მას შეყვარებული ყავდა. ის ერთადერთი და განუმეორებელი ადამიანი, რომელიც მთელი მისი კარიერა გვერდში ედგა. ჩემთვის ოჯახი არის წმინდა. ჩემი მეუღლე, ბავშვები, დედა. ეს ის ხალხია, ვის გულისთვისაც მე ყოველდღე ვიბრძვი და ვშრომობ. არ მიყვარს ბარები და კლუბები. ჩემი დასვენება ოჯახთან ყოფნაა. ბრძოლებსაც კი არ ვადევნებ თვალს. მაგას მირჩევნია ღამე კომპიუტერში რომელიმე დრაკონს მოვაგლიჯო თავი და გადავიდე შემდეგ ლეველზე. მოკლედ ძალიან მეოჯახე ადამიანი ვარ. Fucking guilty, Mick! And without me, this whole fucking ship sink! ვინც MMA-ში არ ერკვევა, დარწმუნებული ვარ, ბევრს გაუგია კონორ მაკგრეგორი და ბევრი სხვა სპორტსმენი. მაგრამ დემეტრიუს ჯონსონის ხსენებაზე ხალხი მარტო ერთი ფრაზით შემოიფარგლება. ვინ არის დემეტრიუსი? ზუსტად ასე ვიყავი მეც, სანამ არ ჩავიხედე ამ სფეროში უფრო ღრმად. მაგალითისთვის კონორ მაკგრეგორი იყო UFC-ის ჩემპიონი, მაგრამ ტიტულის დაცვა მას არასდროს არ ქონია. ჰაბიბ ნურმაგომედოვმა სამჯერ მოახერხა თავის კარიერაში ტიტულის დაცვა. ამ ორ სპორტსმენზე ნაკლებად ცნობად ჯორჯ სემპიერმა კი 9ჯერ დაიცვა ტიტული, მაგრამ დემეტრიუს ჯონსონმა ყველა რეკორდი მოხსნა. 5 წლის განმავლობაში 11ჯერ დაიცვა თავისი კამარი და კიდევ მოახერხებდა ამას, თუმცა დანა ვაითს ასეთი წყნარი ჰაიპის გარეშე მქონე მებრძოლი არ აწყობდა და აი სწორედ ამიტომ მან გაუჩალიჩა ჯონსონს და აი სწორედ ამიტომ ყველა იცნობს მაკგრეგორს, დემეტრიუს ჯონსონი კი დღემდე ჩრდილშია. ყოველთვის როცა მეკითხებიან ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი, მე შენ სახელს ვიძახი. მადლობელი ვარ.
ძალიან რომ არ გავწელო ვიდეო, გეტყვით რომ დემეტრიუსმა პროფესიონალურ MMA-ში 8 ბრძოლიდან 7 მოიგო. ის WEC-ის პრომოუშენში ჩხუბობდა, რა დროსაც UFC-მ ეს ორგანიზაცია შეიძინა და ჯონსონი ავტომატურად 2011 წელს აღმოჩნდა UFC-ში, სადაც 2 ZZ ბრძოლამ საჯების გადაწყვეტილებით მოიგო და მოიპოვა satitulო ბრძოლის უფლება 61 კილოგრამში დომენიკ კრუსთან. იმ დროისათვის ჯონსონი კიდევ მშენებლობაზე მუშაობდა. შესაბამისად ის სრულყოფილად ვერ ემზადებოდა, თან 61 კილოგრამით კატეგორია არ იყო მისი დივიზიონი. მაგრამ UFC-ს მაგ დროისათვის სხვა კატეგორია არ ჰქონდა. დემეტრიუსმა სატიტულო შეხვედრამ საჯების გადაწყვეტილებით წააგო. კრუზი გაბარიტებით შედარებით დიდი იყო და ჭიდაობის ხარჯზე გაიმარჯვა. წელს UFC-მ ახალი 57 კილოგრამ წონითი კატეგორია დაამატა, ეს იყო ყველაზე კომფორტული დემეტრიუსისთვის დივიზიონი და რა თქმა უნდა მან იმ წამსვე გააგრძელა თავისი კარიერა 57 კილოგრამში. პირველი დემეტრიუსს იან მაკოლი შეხვდა, სადაც საჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით მან ეს შეხვედრა მოიგო. თუმცა 2 დღეში UFC-მ გააუქმა ეს გადაწყვეტილება და ბრძოლას პრემია ნიჭა. რამოდენიმე თვეში პრომოუშენმა ისევ მოუწყო მებრძოლებს რევანში და სწორედ ამ დღის მერე დემეტრიუს ჯონსონს აღარ წაუგია კარიერის ბოლომდე. თუ არ ჩავთვლით ბოლო შერკინებას, სადაც დანა ვაითმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჯონსონს დაეტოვა UFC. 2012 წლის სექტემბერში უძლეველი თაგვი ხვდება ჯოზეფ ბენავიდას. ამ შეხვედრაში გამარჯვებული გახდებოდა პირველი UFC-ს ჩემპიონი 57 კილოგრამ კატეგორიაში. დემეტრიუსი კარგად გრძნობდა დისტანციას ამ შერკინებაში და ყოველთვის პოულობდა თავის მიზანს. 3 რაუნდი მან თავის სასარგებლოდ დაასრულა და აი მეოთხე რაუნდში ბენავიდასი ძლიერი დარტყმით აქცევს ჯონსონს და უკრავს მას მახრჩობელას. თუმცა დემეტრიუსი ახერხებს გამოძრომას და მეხუთე რაუნდს დიდი უპირატესობით იგებს. საჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დემეტრიუს ჯონსონი UFC-ს ჩემპიონი გახდა 57 კილოგრამში და აი ამის მერე მან თავისი ტიტული კიდევ 11 ჯერ დაიცვა. პირველი, ვისაც სწყუროდა ჯონსონისთვის ტიტულის წართმევა, იყო ჯონ დოდსონი, რომელმაც ჯერ Ultimate Fighter-ის ფინალში გათიშა TJ Dillashaw და მერე ზედიზედ კიდევ 2 ბრძოლა მოიგო. თავიდან ამ შეხვედრაში დოდსონი უფრო აქტიურობდა. მან 3ჯერ მოახერხა მაიტი მაუსის წონასწორობის გარღვევა. თუმცა დემეტრიუსმა იპოვა თავისი რითმი და დაიქოქა. ჯონსონმა თავისი პირველი ქამრის დაცვამ საჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. Nearly 108 strikes landed by the champion. There's plenty of time here. Again. There's one right to the face, another one. Significant strikes landed. Over and over again. შემდეგი ჯონ მორაგა იყო, რომელსაც პროფესიონალებში 7 ზედიზედ გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული. ამ შეხვედრაში მაიტი მაუსმა შეჭამა თავისი ოპონენტი როგორც დგომში, ასევე პარტერში და ბოლოს ეფექტური armbarით გაიმარჯვა. ეს იყო დემეტრიუსის მეორე ტიტულის დაცვა, პირველი ფინიში UFC-ში და პირველი ბონუსი. Spinning for the armbar as well. Can he submit Moraga? Looking for it here. He's got it, Mike. That's it. That's all over. That's a champion. Demetrius Johnson, the winner by submission. That's a champion. He remains still. 2013 წელს შედგა ჯონსონის და ბენავიდასის სარევანშო ბრძოლა. პირველი შეხვედრის შემდეგ ჯოზეფ ბენავიდასმა 3 ZZ ბრძოლა მოიგო და იკავებდა დივიზიონის პირველი ნომრის სტატუსს. დემეტრიუსმა ამ ბრძოლის მეორე წუთზე უძლიერესი დარტყმით გაუშვა მეტოქე ღრმა ძილში. ეს ბენავიდასის კარიერაში პირველი ნოკაუტი იყო. დემეტრიუსმა კი მესამეჯერ დაიცვა ტიტული და მოიპოვა ბონუსი. And still the undisputed UFC flyweight champion of the world, Demetrius Mighty Mouse Johnson. 2014 წლის ზაფხულში მაიტი მაუსი ხვდება რუსეთის წარმომადგენელ ალი ბაგაუტინოს. ალი პროფესიონალებში 11 ზედიზედ გამარჯვებით იბრძოდა, საიდანაც 3 ბოლო UFC-ში მოიპოვა. ჯონსონი ამ შეხვედრის 5-ვე რაუნდში უკეთესი იყო. დგომში კარგად უტევდა, კლინჩი კი მუხლებით ანადგურებდა თავის მეტოქეს. ბრძოლა დემეტრიუსმა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. ეს ამ ღონისძიების მთავარი შეხვედრა იყო და დანა ვაითმა რეკორდულად ყველაზე დაბალი შემოსავალი მიიღო პირდაპირ ეთერებიდან და ალბათ ამ დღიდან ხელი ჩაიქნია უძლეველ თაგვზე. როდესაც
როდესაც სხვა დივიზიონში მებრძოლები მილიონებს აკეთებდნენ, ჯონსონი ტიტულის დაცვაზე $40,000-50,000 იღებდა. ასევე დანამ ოფიციალურად განაცხადა, რომ 57 კილოგრამში მებრძოლები ვერ აიღებენ ვერასდროს პროცენტებს პირდაპირ ეთერებიდან. დემეტრიუსმა მეხუთეჯერაც დაიცვა თავისი ქამარი კრის კორიასოსთან. ჯერ კინაღამ პირველ რაუნდში დაანოკაუტა ის და მერე მეორე რაუნდში კივნეული ηλეთით მოუგო შეხვედრა. The world, Demetrius Mighty Mouse Johnson. დემეტრიუს ჯონსონი გახდა UFC-ის საუკეთესო მებრძოლი განურჩევლად წონითი კატეგორიისა და 2015 წლის აპრილში მეექვსეჯერ დაიცვა თავისი ტიტული კიოჯო ჰორიგუჩისთან, რომელიც ეფექტურად დააფინიშა armbarით. Levine right there looks at the clock. Final seconds of this fight. He's spinning for the arm. Can he get it? He's got it. It's all over. Unbelievable. It is all over. Johnson by submission. He's the best. I'm telling you, that kid is the best. Remember the Cub Swanson Frankie Edgar thing? 2015 წლის სექტემბერში დემეტრიუსმა დიდი უპირატესობით მოიგოს არევანშო ბრძოლა ჯონ დოდსონის წინააღმდეგ და დაიცვა მე-7ჯერ თავისი ტიტული. დანა ვაითი გამწარებული იყო. ის დემეტრიუსს სათანადო თანხასაც არ უხდიდა გამარჯვებებში და ყველანაირად ცდილობდა გაეჩერებინა სპორტსმენი. რადგან ჯერ ეს ერთი ის ვერ აკეთებდა ფულს პირდაპირ ტრანსლაციებიდან და მეორეთი ხალხს დემეტრიუსის ეშინოდა. ის ისე დომინირებდა დივიზიონში, რომ არავის ჰქონდა გამარჯვების იმედი. და ის სწორედ ამ დროს დანა ვაითს გამოუჩნდა იმედი. ოლიმპიური ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელმაც 10-ზე პროფესიონალური ბრძოლა მოიგო. მას ერქვა ჰენრი სეხუდო. თუმცა დემეტრიუსმა გაუცრუა დანა ვაითს იმედები და დაშალა მისი რჩეული მარტი მომრავლებლად პირველივე რაუნდში. Again with the knee to the body. Knows he's in big trouble early. Great Muay Thai action. Trying to finish it. It is all over. Demetrius Johnson remains the flyweight champion. He's the best. Wow. He's so diverse. He has so many weapons. And we've never seen him do that before. მაიტი მაუსმა მერვე დაიცვა თავისი ტიტული. იყო pound for pound-ის რეიტინგში პირველი ნომერი. მეორე ადგილზე კი მაკგრეგორი განთავსდა. მაგრამ იმის გამო, რომ დემეტრიუსი არ ერეოდა კონფლიქტში და ჰაიპში, მასზე საერთოდ არავინ საუბრობდა. ჯონსონმა მთლიანად მოასუფთავა დივიზიონი და ამიტომაც UFC-მ სპეციალურად ჩემპიონატი ჩაატარა Ultimate Fighter-ის ფარგლებში, სადაც ლოკალური ჩემპიონები ჩაატარებდნენ შეჯიბრს, საიდანაც გამარჯვებული შეხვდებოდა უძლეველ მაუსს. ამ ღონისძიების გამარჯვებული გახდა ტიმ ელიოტი, რომელმაც 2016 წლის დეკემბერში სატიტულო ბრძოლით და დიდი იმედით შეხვდა ჩვენი გადაცემის გმირს. პირველ რაუნდში ელიოტმა მახრჩობელა შეასრულა, მაგრამ თაგვი გამოძრა და არც თუ ისე კარგი სტარტის მერე დააკორექტირა თავისი ბრძოლა. დემეტრიუსმა დაიწყო მეტოქის გადაყვანა ძირს, სადაც ახერხებდა და აჩაქუჩებდა მას. დემეტრიუს ჯონსონმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ეს ბრძოლაც მოიგო. მაგ დროისათვის რეკორდი ტიტულების დაცვაში ანდერსონ სილვას ეკუთვნოდა. მან 10ჯერ დაიცვა თავისი ქამარი. დემეტრიუს ჯონსონს კი 9 დაცვა ჰქონდა. სულ რაღაცა ერთი გამარჯვება ჭირდებოდა უძლეველ თავს და ის სილვას რეკორდს გაიმეორებდა. $2021 წლის აპრილში ჯონსონი ვილსონ რეის ხვდება. მან თავისი ოპონენტი გაასისხლიანა კარგად, დაღეჭა და ბოლო საბმიშენით დააფინიშა ის. ეს იყო მე-10 ზედზე ტიტულის დაცვა, დემეტრიუსმა სილვას რეკორდი გაიმეორა. The winning streak is now a dozen for Demetrius Johnson. 10 title defenses, 6 of them stoppage wins. He moves alongside Anderson Silva. 10 successful UFC title defenses. ჯონსონს კიდევ ერთი ბრძოლა დარჩა და ის UFC-ის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაეწერებოდა და ასეც მოხდა. 2017 წლის ოქტომბერში დემეტრიუსმა შეძლო ის, რაც ჯერ არავის გაუმეორებია. მან რეიბორგის წინააღმდეგ მე-11ჯერ დაიცვა თავისი ტიტული და თან როგორ დაიცვა. ეს ფინიში მართლა ყველაზე ლამაზი და ეფექტური იყო. მან გდება შეასრულა, სადაც ჰაერშივე მტკივნეული ლეძე გადააკეთა და გახდა ლეგენდა, რომელმაც 5 წელიწადში 11ჯერ დაიცვა თავისი ქამარი. Demetrius Johnson! Who's back?
დღეს ისტორია შექმენი, ყველაზე მეჯერ დაიცავი ტიტული. არ ამგონია ვინმეს ეჭვეპარებოდეს იმაში, რომ შენ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი ხარ. დანა ვაითმა აღარ იცოდა რა ექნა რომ მოეცილებინა დემეტრიუსი. აღარავის უნდოდა ამ დივიზიონში ბრძოლა. ამიტომ მან გადაწყვიტა TJ Dillashaw-ს გადმოყვანა 57 კილოგრამში. მაგ დროისათვის Dillashaw 61 კილოგრამში ჩემპიონი იყო. დემეტრიუსმა მას უარი უთხრა, რადგან თანხა, რომელიც მან მოითხოვა, ორგანიზაციას არ აწყობდა, რომ გადაეხადა. 2018 წლის აგვისტოში UFC-ს არევანშო ბრძოლით კიდევ ერთხელ ახვედრებს ჯონსონს ჰენრი სეხუტოს. ეს ნამდვილად თანაბარი და ძალიან აქტიური ბრძოლა იყო, სადაც ორივე მებრძოლი თავის საქმეს კარგად ართმევდა თავს. ექსპერტების და მაყურებლების უმრავლესობამ დღემდე თვლის, რომ ეს შეხვედრა ჯონსონმა მოიგო, მაგრამ ასე არ ფიქრობდნენ მსაჯები და დანა ვაითი. სამი მსაჯიდან მხოლოდ ერთმა მიუსაჯა დემეტრიუს გამარჯვება და აი ასე მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დემეტრიუს ჯონსონმა განიცადა მარცხი. დემეტრიუსმა მაგ წელსვე შეწყვიტა UFC-თან კონტრაქტი და გარკვეული დროის მერე მოყვა ინტერვიუში თუ როგორ აშინებდა მას დანაბიძია ამ დივიზიონის დახურით თუ ის არ მიიღებდა ბრძოლას TJ Dillashaw-თან. ასევე მოყვა თუ რა მიზერულ თანხებს უხდიდნენ. ასე ცუდად დასრულდა უძლეველი მაუსის ისტორია UFC-ში თავის ფორმის პიკში. დიმეტრიუსი მაინც არ გაჩერდა უსაქმურად და 2019 წლის მარტში გააფორმა ახალი კონტრაქტი ONE-ის ორგანიზაციასთან და მიიღო მონაწილეობა ამ პრომოუშენის გრან-პრიში. ამ ორგანიზაციაში არ იყო 57 კილოგრამით კატეგორია, ამიტომ ის გავიდა 61 კილოგრამში და შეხვდა ვაკამატოს. ჯონსონმა თავისი სადებიუტო ბრძოლა ONE-ის პრომოუშენში მეორე რაუნდში ეფექტური საბმიშენით მოიგო. Demetrius trying to choke it. Can he get it? Can he get it? It's good night, Irene! Irene! Hold on! ამ გამარჯვებით ჯონსონი გავიდა გრან-პრის ნახევარფინალში, სადაც შეხვდა ამ პრომოუშენის ყოფილ ჩემპიონს ტაცუმატუ ვადას. პირველ რაუნდში ოპონენტმა კი მოინდომა ჩვენი გადაცემის გმირის დახრჩობა, მაგრამ ეს მხოლოდ ცდელობა იყო. დანარჩენი ორი რაუნდი დემეტრიუსი მოწოდების სიმაღლეზე იყო და გაიმარჯვა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. გრან-პრის ფინალში ჯონსონს ელოდა უშუს ოსტატი დენი კინგადი. ის 6 ზედიზედ გამარჯვებით იბრძოდა. ამ ბრძოლაშიც დემეტრიუსი ყველა ასპექტში აღემატებოდა თავის მეტოქეს და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა და გახდა ONE-ის პრომოუშენის გრან-პრის ჩემპიონი. –2021 წლის აპრილში დემეტრიუს ჯონსონი ხვდება ONE-ის პრომოუშენის ლეგენდას ადრიანო მორაეს, რომელმაც 6 სატიტულო ბრძოლა მოიგო. მორაესის ისტორია ცალკე შთამბეჭდავი ამბით არის სავსე. ის დედამ დაბადებიდანვე რამოდენიმე დღეში მიატოვა. ადრიანო ბავშვთა სახლში იზრდებოდა. მერე ის იშვილეს. გამოიცანით, აბა ვინ მისცა ამ ლეგენდას ბიძგი დაეწყო ვარჯიში შერეულ ორთა ბრძოლებში. დიახ, მისი კუმირი ბავშვობიდან იყო დემეტრიუს ჯონსონი და დღეს ის მის წინააღმდეგ ტიტულზე იბრძოდა. ამ შეხვედრის პირველი რაუნდი თანაბრად წარიმართა, სადაც ორივე სპორტსმენს თავისი კაი მომენტები ჰქონდა. და აი მეორე რაუნდში ადრიანო მორაესი უგებს ნოკაუტით ბრძოლას თავის ბავშვობის კუმირს. ადრიანოს ცხოვრებაში ეს იყო ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ამ მარცხის მერე დემეტრიუსი ხვდება მუაიტაის ლეგენდას როდ ტანგს. ეს შერკინება განსხვავებული წესებით წარიმართა. პირველი და მესამე რაუნდი სპორტსმენებს მუაიტაის წესებით უნდა ებრძოლათ. მეორე და მეოთხე რაუნდი კი MMA-ის წესებით. როდ ტანგი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლად იყო აღიარებული მუაიტაიში, რომელმაც 300-ზე მეტი ბრძოლა ჩაატარა და მრავალი გზის მსოფლიო ჩემპიონი იყო. დემეტრიუსის მისია იყო პირველი და მესამე რაუნდი როგორმე გადაეგორებინა, რადგან როდ ტანგს დგომში რო დაუდგე, დიდი რისკი იყო ნოკაუტის. პირველ რაუნდში მუაიტაის ჩემპიონი უტევდა ჯონსონს, თუმცა დემეტრიუსმა არა მარტო კარგად დაიცვა თავისი თავი, არამედ რამოდენიმეჯერაც კონტრზეც დაიჭირა თავისი ოპონენტი. მეორე რაუნდი უკვე MMA-ის წესებით იყო. აქ დემეტრიუსი თავს გრძნობდა როგორც თევზი წყალში. მან მსოფლიო ლეგენდას დაუმტკიცა, რომ MMA საბრძოლო ხელოვნების პიკია და დაახუჭინა თვალები ჰაერის მწვავე უკმარისობისგან.
2022 წლის აგვისტოში სატიტულო ბრძოლით ჯონსონი მეორეჯერ ხვდება ადრიანო მორაესს. ამ შეხვედრისთვის დემეტრიუსმა სერიოზული მზადება გაიარა და აბა თუ მიხვდებით ვინ ეხმარებოდა მას ამ მზადებაში. დიახ, მას გვერდში დაუდგა ჰენრი სეხუდო. ასეთი მზადების შემდეგ ჯონსონს უფლება არ ჰქონდა წაეგო და ესეც მოხდა. ამ შერკინებაში დემეტრიუსმა თავისი უმაღლესი კლასი აჩვენა მთელს მსოფლიოს. ეს ბრძოლა ხელოვნების ნიმუში იყო, თავისი გათვლილი კომბინაციებით და დონით. ორ ტიტანს შორის ბრძოლა მეოთხე რაუნდში დასრულდა ულამაზესი ნოკაუტით. დემეტრიუს ჯონსონი ორგანიზაციაში გახდა ნომერ პირველი სპორტსმენი. მორაესი და ჯონსონი 2023 წელს მესამეჯერაც შეხვდნენ ერთმანეთს. ეს 5 რაუნდიანი შერკინება იყო, სადაც უკეთესი ჯონსონი იყო და მან ეს ბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო. გულდასაწყვეტია, რომ ამ დრომდე UFC-მ ჯერ კიდევ არ შეიყვანა დემეტრიუსი დიდების დარბაზის საპატიო სიაში, მაგრამ ეს დიდად არაფერს ცვლის. MMA-ის მოყვარულებისთვის ის ყოველთვის იქნება ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მებრძოლი, რომელმაც თავის კარიერის მანძილზე ყველას დაუმტკიცა, რომ ის ნამდვილი მეომარია, საუკეთესო მამა და მეუღლე. ჯონსონი არასდროს არ ერთვებოდა კონფლიქტში და ტრეშ-თოქში. კი, ფინანსური თვალსაზრისით ეს მინუსია, მაგრამ სუფთა ადამიანური გადმოსახედიდან ნამდვილი მეომარი ღირსეული ადამიანი უნდა იყოს და საქმით ამტკიცებდეს თავის დიდებას, ზუსტად ისე, როგორც ეს დემეტრიუს ჯონსონმა გააკეთა. Demetrius Johnson.